გადავშალოთ ბიბლია. რომელ სახარებას უწოდებენ სულიერ სახარებას? დიახ, მეოთხე სახარებას, იოანეს სახარებას. წმინდა იოანე მოციქულის სახარება, თავი მიათე. კითხულობთ პირველ 6 მუხლს. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ვინც კარიდან არ შედის ცხვრების ფარეხში და სხვა გზით გადადის, ქურდია იგი და ავაზაკი. სხვა თარგმანში ყაჩაღი. ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია იგი. მეკარე უღებს მას, ცხვარს ესმის მისი ხმა. იგი სიხარულით მოუხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი. როცა თავისებს გამოუშვებს, იმათ წინ მიუძღვის და ცხვარიც მისდევს მას, რადგან ცნობს მის ხმას. უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოთა ხმას არ სცნობს. ეს იგავი უთხრა მათ იესომ, მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ. ღმერთო, მადლობა შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვაქვს სინათლე და გაცხადებული შენი ნება. შენი სული წმინდის მადლით შეგვეწიე, რათა ჩავწვდეთ შენი სიტყვის ჭეშმარიტებას. მოგვანიჭე, რათა ვერ წმუნოთ შენს ძეს იესოს და ამ რწმენით საუკუნოს სიცოცხლედ დავემკვიდროთ. გევედრებით იესო ქრისტეს მიერ. ამინ. იტალიაში წმინდა პრისცილას სახელობის კატაკომბაში ჭერზე გაკეთებული არის ფრესკა კეთილი მწყემსის გამოსახულებით. ეს ნახატი თარიღდება მესამე საუკუნით ქრისტეს შობიდან. ქრისტიანულ კატაკომბებში ძალიან ბევრი ფრესკაა გაკეთებული. მათ შორის ერთ-ერთი არის გამოსახულება კეთილი მწყემსისა. ქრისტესი და ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული სახე, მეტაფორა არის სწორედ კეთილი მწყემსი და სამწყსო, ცხვრები. იესო მოიაზრება როგორც კეთილი მწყემსი, ხოლო მისი მორწმუნეები როგორც ცხვრები, როგორც სამწყსო. მე მახსოვს ირმა ბავშვებს პატარაობისას ასწავლიდა სიმღერას, ალბათ ყველა მიცით ეს სიმღერა. მე ვარ პატარა ცხვარი და მივყვები მას ვიწრო ბილიკით წმიდა ქალაქ იერუსალიმში. გახსოვთ ეს სიმღერა? ესა ძალიან ცნობილი სიმღერა. მე ვარ პატარა მწყემსი და მივყვები მას ვიწრო ბილიკით წმიდა ქალაქ იერუსალიმში. და რა ხდება, როცა ადამიანები ბავშვები არიან, ცხვრები არიან, მორწმუნეებზე ვლაპარაკობ, მაგრამ როცა იზრდებიან, აღარ არიან ცხვრები. ტაცებელი ხეცები არიან უკვე. ბავშვობაში რა კარგი მორჩილი, შინაური, თვინიერი, გამგონი ცხვარი იყო, მაგრამ როცა გაიზარდა, უკვე გახდა მოუთვინიერებელი, მიამბოხე, ტაცებელი ხეცი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ქრისტიანი ბავშვობაშიც და დიდობაშიც
ღვთის სიტყვის თანახმად რჩება ცხვარი. მესმის, რომ დღეს ამ სიტყვას უარყოფითი აზრობრივი დატვირთვა გააჩნია. მაგალითად, ცხვრები ხომ არა ვართ. ელაპარაკებიან როგორც ცხვრებს და უარყოფითი მნიშვნელობა ეძლევა ამ სიტყვებს. ხოსია. ცხვრები ხო არა ვართ ბოლოს და ბოლოს. რა ცხრის ფარასავით გვექცევი და ასე შემდეგ. მაგრამ ადამიანის სულების მტერი რისი მტერია, რომ მას არ შეეძლოს დამახინჯება იმისა, რაც თავდაპირველად იყო კარგი მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენ უნდა ვიყოთ ქრისტეს სამწყსო. ჩვენ უნდა ვიყოთ და უნდა დავრჩეთ ქრისტეს ცხვრები. იყო ქრისტიანი ნიშნავს იყო ქრისტეს სამწყსოსი. მოდი დღეს შევამოწმოთ ჩვენი თავები. გავტესტოთ საკუთარი ცხოვრება, საკუთარი გული. და გავცეთ პასუხი შეკითხვაზე, ვარ მე ქრისტეს სამწყსოსი? გამოვიყურები მე როგორც ქრისტეს ცხვარი? თუ არა, როგორ შევამოწმო ჩემი თავი? როგორ დავრწმუნდე? ვარ თუ არა ქრისტეს სამწყსოსი? ვარ თუ არა მისი ცხვარი? ან უკვე აღარა ვარ შეიძლება მისი ცხვარი? ვიყავი ოდესღაც პატარა ცხვარუკა. ახლა აღარა ვარ? მაშინ ვინღა ვარ? ჩვენ მიერ წაკითხულ ტექსტში იესო ქრისტე თავისი ცხვრების, თავისი ცხრის, ანუ მორწმუნეების სამ ნიშანს გვთავაზობს. სამ ნიშანს. მოდით მოусმინოთ თავად უფალს, ჩვენს კეთილმწყემს, რომელმაც ალბათ ყველაზე უკეთესად იცის, რას ნიშნავს იყო მისი სამწყსოსი, იმიტომ რომ მან შექმნა ეს სამწყსო. მან დაარსა ეს სამწყსო. ის უძღვება ამ სამწყსოს. მას რა ნიშნებია? რა ნიშნები გააჩნია ქრისტეს ცხვარს? მას, ვინც არის, ვინც იწოდება, ვინც სინამდვილეში წარმოადგენს მის სამწყსოს. პირველი, მას ესმის მისი ხმა, ქრისტეს ხმა, ცნობს მის ხმას. მას გაუგონია მისი ხმა. მეორე, ის მისდევს მას, ქრისტეს, არა მარტო ისმენს მის ხმას, არა მარტო ესმის მისი ხმა, არამედ მისდევს მას. და მესამე, უცხოს არ მიყვება, უცხოს გაურბის. ეს არის სამი კონკრეტული სპეციფიკური ნიშანი ქრისტეს ცხვრებისა. ჩვენ უნდა დავუსვათ ჩვენ თავებს შეკითხვა და უნდა ვიყოთ გულწრფელნი. მესმის მისი ხმა. არის მისი ხმა ჩემს გულში. ისმის თუ არა ეს ხმა? მეორე, მივყვები თუ არა მას? მივსდევ მას თუ არა? და მესამე, გაურბი ვარ თუ არა სხვას? ესმის, მისდევს, გაურბის, სამი სიტყვა. შეგვიძლია თორა დავიმახსოვროთ ეს სამი სიტყვა. ესმის, მისდევს, მიყვება და მესამე, გაურბის. ძმაუდადებო, ეს არის ტესტი ჩვენთვის. თუ მე არ მესმის მისი ხმა, თუ მისი ხმა არ არის ჩემს გულში, თუ მე არ მივყვები მას, თუ მე არ გაურბი ვარ სხვას, მას, ვინც არ არის კეთილი მწყემსი და არის დაქირავებული, ატყუარა და ცრუ, ავაზაკი, ყაჩაღი, ქურდი,
მაშინ მე არ ყოფილვარ ქრისტეს სამწყსოსი. საერთოდ არ ყოფილვარ ქრისტეს ცხვარი. წმინდა პავლე მოციქული გვეუბნება, გამოსცადეთ საკუთარი თავები. გამოსცადეთ საკუთარი თავები. ხართ თუ არა რწმენაში. გამოვცადოთ. მივყვეთ დიდი მოციქულის რჩევას. გამოვცადოთ ჩვენი თავები. გვაქვს თუ არა მისი ხმა, გვესმის თუ არა მისი ხმა, არის თუ არა მისი ხმა ჩვენს გულში. მივყვები თუ არა მე მას, მივსდებ თუ არა მე მას, ყოველდღიურად. და გაურბივარ თუ არა სხვას. მოდით თითოეულ ამ ნიშანზე ვისაუბროთ. რამდენადაც დღევანდელი დრო მოგცემ საშუალებას. პირველი, რას ნიშნავს გესმოდეს ან გქონდეს მისი ხმა გულში? ხშირად ჩვენ ვამბობთ, არ მესმის მისი ხმა, არ მაქვს მისი ხმა. ქრისტეს ცხოვრებს ესმით მისი ხმა. ასე წერია, იესომ ასე თქვა. ცხვარს ესმის მისი ხმა, მესამე მუხლი. მეოთხე მუხლი, რადგან სცნობს მის ხმას. მიაქციეთ ყურადღება არა სიტყვებს, არამედ ხმას. პატარა ბავშვი არჩევს დედის სიტყვებს, თუ ცნობს დედის ხმას, როგორ ფიქრობთ? ხმას ცნობს. მაგრამ სიტყვები არ ესმის. ბიბლია განარჩევს ერთმანეთისაგან, ანუ განასხვავებს ერთმანეთისაგან გარე მოსმენას და შინაგან მოსმენას. როგორც თეოლოგიაში არის მიღებული ტერმინები საყოველთაო, საზოგადო ხმობა და სპეციალური, ქმედითი, აქტუალური ხმობა. განასხვავებთ თუ არა თქვენ აი ამ ორ ხმობას, აი ამ ორ ხმას ერთმანეთისგან. ხმა, რომელიც ისმის ყველასათვის, ხმა, რომელიც გვესმის აი ამ ყურებით, ფიზიკური ყურებით და ხმა, რომელიც გესმის შენ პირადად, განსაკუთრებულად. ეს არის ის ხმა, რომელიც ადამიანს აქცევს მორწმუნედ. ერთ-ერთი ნიშანი მორწმუნისა არის ის, რომ მან გაიგონა ქრისტეს ხმა თავის გულში. ასე წერია. ვინც წინასწარ იცნო, მათ მოუწოდა. ქრისტიანი ნიშნავს იყო მოწოდებული, ანუ ხმობილი, დაძახებული. რა განსხვავებაა მათ შორის? გარეგანი ხმობა, გარეგანი მოწოდება არის მოწოდება და ხმობა, რომელიც ესმის ჩვენს ყურებს, რომელიც არის უბრალოდ ინფორმაციის მიღება, ინფორმაციის გადაცემა. მაგრამ შინაგანი, განსაკუთრებული მოსმენა, შინაგანი, ქმედითი ხმობა, ეს არის ისეთი მოსმენა, ან ისეთი ხმობა, რომელიც შენ პირადად გესმის და გარწმუნებს, რომ სახარება არის ჭეშმარიტი. რომ შენ ხარ ცოდვილი, გესაჭიროება გადარჩენა და შენთვის იესო მოიტანა უდიდესი მსხვერპლი. ეს არის დამარწმუნებელი, დამაჯერებელი ხმა შენს გულში. კარგად რომ გავიაზროთ ამ ხმის მნიშვნელობა. შეხედეთ ლიდიას, მოციქულთა საქმეების მე-16 თავიდან. ლიდიას. მოციქულთა საქმეების მე-16 თავში წერია, რომ როდესაც პავლე ლაპარაკობდა, უფალმა გაუხსნა გული ლიდიას, რათა მოესმინა პავლეს ლაპარაკი. რა უცნაური რამ არის, არა? ლიდიას ესმოდა, მაგრამ საჭირო იყო, რომ უფალს გაეხსნა მისი გული, იმისათვის, რომ მოესმინა. თუ ესმოდა, რაღა უნდა მოესმინა. იესომ თქვა, ვისაც აქვს ყურები ისმინოს, რა იქ მყოფებს ყურები არ ქონდათ?
რა ყურებზე საუბრობდა ქრისტე? გულის ყურებზე. საჭირო იყო უფლის შარევა ლიდიას გულში. იმისათვის რომ ლაპარაკი მოესმინა, თქვენ შეიძლება უსმინოთ გაუთავებლად, მაგრამ ვერასოდეს ვერ მოისმინოთ სინამდვილეში. და ეს ხშირად ხდება. მინდა აგრეთვე გითხრათ ისიც, რომ მოსმენა არ გულისხმობს ერთჯერად მოსმენას. ეს არ ნიშნავს, რომ შენ მოისმინე ერთხელ, როდესაც მორწმუნე გახდე და იმის შემდეგ აღარ გესმის მისი ხმა. არა, რა თქმა უნდა. ეს ხმა მუდამ ისმის ჩვენს გულში. უბრალოდ შეიძლება ხმას ჩაწეული აქვს. ხმა აქვს ჩაწეული, ან ხმას ჩაუწიე. ან რაღაცა გარემოებების ან ცოდვების გამო იმდენად ჩაეწია ხმა ამ ღვთის მოწოდებას ჩვენში, რომ უკვე აღარ გვესმის. იცით, ჩვენს ცხოვრებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან უამრავი ხმა გვესმის, ასეა თუ არა, ჩვენი სინდისის ხმა, ჩვენი სტერეოტიპების ხმა, კულტურის ხმა, მეგობრების ხმა, მშობლების ხმა, ოჯახის ხმა, ეკლესიის ხმა, უამრავი ხმა ისმის აი ამ თავში. და იცით, აი ამ ხმებში შეიძლება ჩაიკარგოს ღვთის ხმა. არა და იესო აქ ამბობს, ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით. ჩვენ შეიძლება რაღაც პერიოდში ჩაუწიოთ ამ ხმას ისე, რომ აღარ გვესმოდეს. და სხვისი ხმა თუნდა ჩვენი საკუთარი შეფასების ხმა უფრო ხმამაღლად ისმოდეს, ვიდრე ღვთის ხმა ჩვენში. რა უნდა გავაკეთოთ? უნდა აუწიოთ ღვთის ხმას და ჩაუწიოთ ყველა სხვა დანარჩენ ხმას. ეს ხმა მუდამ უნდა ისმოდეს ჩვენს გულში. კიდევ ერთი რამ, აქ არ არის ლაპარაკი ხმაზე, პამიდორი ავირჩიო თუ კიტრი საყიდლად. ზოგს აი ამ დონეზე დაყავს აი ეს ხმა, რაც ამ ტექსტში წერია. იცი, შევედი სუპერმარკეტში, სულიწმინდის წინაშე ვილოცე, სულიწმინდაო, დამარიგე, რა ვიყიდო? ბადრიჯანი ვიყიდო თუ კიტრი ვიყიდო? აი მე ქრისტეს ცხარი ვარ, მოვისმინე მისი ხმა, ბადრიჯანი უნდა ვიყიდო. კიტრებზე და ბადრიჯნებზე აქ ლაპარაკი? რაზე აქ ლაპარაკი? თუ თქვენ გააგრძელებთ კითხვას ცხონებაზე. აქ არის ლაპარაკი ცხონებაზე. მეცხრე მუხლი. მე ვარ კარი, ვინ შედის ჩემთან, გადარჩება. რაზე აქ ლაპარაკი? გადარჩენის ხმაზე. ეს არის ხმა, რომელიც აღწევს ჩვენს გულამდე. დიახ, აღწევს. იმიტომ რომ ძნელად შესაღწევი გახდა ჩვენი გული მას შემდეგ, რაც ჩვენ დავეცით ადამიანში. ძალიან ძნელად შესაღწევი გახდა. ღმერთის ხმას სჭირდება უამრავი დაბრკოლების გადალახვა, ბარიერების გადალახვა, რომ ჩვენს გულამდე მოვიდეს. წარმოგიდგენიათ, ლიდია უსმენდა, რასაც ლაპარაკობდა პავლე, უსმენდა, მაგრამ უფალს დასჭირდა ჩარევა მის გულში და გახსნა ეს გული. ქრისტეს ხვარი არის ადამიანი, რომელსაც უფალმა გული გაუხსნა იმისათვის, რომ მოესმინა მისი ხმა. უფლის ხმას დასჭირდა ძალიან ბევრი დაბრკოლების გადალახვა ჩვენს გულამდე მოსაღწევად, მაგრამ როდესაც მოაღწია ჩვენს გულამდე, ჩვენც დავიჯერეთ, მივიღეთ და გაუგონეთ ამ ხმას. მაგრამ ეს არ არის ერთჯერადი ხმა, ეს არ არის რაღაც საყოფაცხოვრო საკითხებამდე დაყვანილი ხმა. ეს არის ხმა გადარჩენისა, ეს არის ძახილი სამოთხეში დაბრუნებისა. იცით, როდესაც ადამმა და ევამ შესწოდა, ხომ შესწოდნენ მათ? მათ შესწოდეს. შეწოდების შემდეგ პირველი რაც მოხდა, შემახსენეთ რა იყო? მათ გაიგონეს უფლის ხმა, მაგრამ გაიქცნენ, დაემალნენ ღმერთს. რამდენი ემალება დღეს ამ ხმას? ვინც ემალება უფლის ხმას, ის არ არის ქრისტეს ხვარი. ქრისტეს ხვარს ესმის მისი ხმა, მიისწრაფის მისი ხმის მოსასმენა და სურს, რომ ეს ხმა მის გულში მუდამ ისმოდეს და ისმოდეს ისე ხმამაღლა, რომ ამ ხმას ვერ ფარავდეს, ვერც მისი საკუთარი სინდისის ხმაც კი. წმინდა პავლე მოციქული ამბობს, ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რას ფიქრობ თქვენ, რას ფიქრობენ ისინი, მეც არ ვფიქრობ ჩემს თავზე. ჩემი მსაჯული არის უფალი. აი ვისი ხმა იყო მისთვის მნიშვნელოვანი. ვისი ხმა ფარავდა ყველა სხვა დანარჩენის ხმას. ზოგჯერ ჩვენი სინდისი,
თუ ის არ არის გავარჯიშებული, განწმენდილი, არასწორ ხმას უშვებს ჩვენში. გვდებს ბრალს იქ, სადაც არ უნდა დაგვდოს ბრალი. ან არ გვდებს ბრალს იქ, სადაც უნდა დაგვდოს ბრალი. იმიტომ რომ მორყეულია ეს სინდისი, როგორც ვოტრენმა უთხრა ეჟენს, ბალზაკის მამა გორიოში. ჩემო საყვარელო ბავშვო, როდესაც შენ მიაღწევ კარიერას, მაშინ ეჟენი 20 წლის იყო და გახდები 40 წლის, აღმოაჩენ რომ შენ სინდის მატლი გაუჩნდა. ზოგჯერ ჩვენ სინდის მატლი უჩნდება და აღარ გვესმის მისი ხმა ჩვენს გულში. ეს ხმა არის მუდამ მოქმედი. ეს არ არის უბრალოდ გარეგნული ხმა, ეს არის სპეციფიკური, განსაკუთრებული, შინაგანი, აქტიური ხმა. ერთი რამ ამ ხმის შესახებ და გადავიდეთ მეორე ნაწილზე. ყველა მიცით, უბრალოდ ანუ უმრავლესობამ ნეტარი ავგუსტინეს მოქცევის ისტორია. ნეტარი ავგუსტინე თავის სახელგანთქმულ ნაშრომში სახელწოდებით ახსარებანი, რომელიც 13 წიგნისგან შედგება, აი მერვე წიგნის მე-12 თავში წერს როგორ გახდა ქრისტიანი. ხო გვახსოვს? იქაც ხმა იყო. აბა რა უთხრა ამ ხმამ? ტოლელეგე ლათინურად. ის ლათინი იყო, ლათინურად წერდა. აიღე, წაიკითხე. მოდით გავიხსენოთ, როგორ მოექცა ნეტარი ავგუსტინე. ის ამბობს ახსარებანის მერვე წიგნის მე-12 თავში. უცებ, ამბობს ეკლესიის მამა, მეზობლის სახლიდან მომესმა ხმა. ნახეთ, უცებ, მეზობლის სახლიდან. ზოგჯერ მეზობლის სახლიდან წყევლა, კრულა და გინება გვესმის, ხო? შეიძლება არც გააჩნია. მადლობა ღმერთს ჩემი მეზობლებისთვის. ჩემი კარგი მეზობლებისთვის. ავგუსტინე ამბობს, ის ამ დროს იმყოფებოდა მილანში, მედიოლანში, იგივე. 10 წელი მან დაჰყო მანიქეველთა სექტაში. როგორ არ ლოცულობდა მისი დედა წმინდა მონიკა. როგორ ევედრებოდა ღმერთს, გადამირჩინე ჩემი შვილი. იხსენი ჩემი შვილი. ხან ეპისკოპოსთან მივიდოდა. ავგუსტინე იხსენებს, ეს ხო ავტობიოგრაფიული შინაარსის ნაწარმოებია. არ წამოყვა ეპისკოპოსი, გევედრები, მოდი ჩემ შვილთან, რაიმე უთხარი, გადაარჩინე ჩემი შვილი. 10 წელი მიიღო საუცხო განათლება. გაემგზავრა მილანში კარიერის მოსაწყობა და აი რა მოხდა. ის ამბობს, უცებ მეზობლის სახლიდან მომესმა ხმა, არ ვიცი, პატარა ბიჭისა თუ გოგონასი, რომელიც თითქოს ღიღინით იმეორებდა. აიღე და წაიკითხე. ტოლელეგე. მას მოესმა ხმა. გადაშალა რომელთა მიმართ ეპისტოლე. ხო არ გახსოვთ რომელი თავი? მე-14. და დაიწყო კითხვა. შეჩერდა. და შემდეგ ამბობს, აღარ მჭირდებოდა გაგრძელება კითხვისა, იმიტომ რომ ყველა ჩემი ეჭვი იყო გაფანტული და ჩემს გულში რწმენა გაჩნდა. ძმებო და დებო, თუ ქრისტეს სამწყსოსი ხარ, შენ უნდა გესმოდეს მისი ხმა. რა უნდა ვქნა, როდესაც არ მესმის? ილოცე. ყველაზე სიყვარულის წიგნი, რომელი წიგნია ბიბლიაში? აი ყველაზე სიყვარულის. ყველაზე სიყვარულის. მთლიანად 8 თავი რომ სიყვარულზეა. ქება და ქება სოლომონის. იცით როგორ მთავრდება? მერვე თავის უკანასკნელ მუხლებში წერია ასეთი სიტყვა. სატრფო, ანუ პატარძალი ევედრება სიძეს, ანუ შეყვარებულს, მომასმენინე შენი ხმა, აი ეს უნდა იყოს ჩვენი ლოცვა.
ჩვენ გვესმის ხომ აი ამ სიყვარულის არსი. ეს არის ურთიერთობა ადამიანის სულისა ღმერთთან, ეკლესიისა ქრისტესთან, როგორც ეკლესიის ტრადიციაში განიმარტება. სატრფო, ეს ეკლესია, სიძე, ეს ქრისტეა, ეს კიდევ ახალი მეტაფორაა, მაგრამ აქა ლაპარაკი ხმაზე, რას ევედრება სატრფო? მომასმენინე შენი ხმა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ხმა? წარმოიდგინოთ ხმა. სახე სურათი შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგრამ ხმა? როდესაც ადამიანი გენატრება ძალიან, რთავმის ხმას თუ გაქვს ჩაწერილი და უსმენ, სხვანაირი აღქმა, ვიდრე უბრალოდ უყურებ. მომასმენინე შენი ხმა. ღვთის ხმა არ უნდა დაიკარგოს ეკლესიაში. ღვთის ხმა არ უნდა დაიკარგოს ეკლესიაში. რას გულისხმობ? აი ეს წიგნი არ უნდა დაიკარგოს ეკლესიაში. არ შეიძლება ამ წიგნის შეცვლა სხვა რაიმეთი. არ შეიძლება მოქადაგე გამოვიდოდეს და ქადაგებდეს ყველაფერს გარდა ქადაგებისა ამ წიგნიდან. გვაპურებდეს რაღაც ისტორიებით, ამბებით, ოხუნჯობებით, გამოცხადებებით, სულიწმინდა ეს მითხრა, სულიწმინდა ის მითხრა, მაგრამ არ გადაშალოს ბიბლია და არ წაიკითხოს ტექსტი, რომელსაც ქვია ღვთის ხმა. Vox Dei ლათინურად. ეს არის ღვთის ხმა. იცით, ჩვენი ლოცვა უნდა იყოს ღმერთო, აი ეს დაწერილი ტექსტი გადააქციე შენს ხმას ჩემს გულში. შეიძლება კითხულობდე, როგორც სიტყვებს, მაგრამ არ გესმოდეს ამ სიტყვებში მისი ხმა. ნეტარ ავგუსტინეს აქვს ერთი ძალიან ცნობილი შრომა, ტრაქტატი იოანეს სახარებაზე. სადაც ამბობს, ორი ადამიანი, მიაქციეთ ყურადღებად, მოусმინეთ, რა შესანიშნავად განმარტავს ღვთის ხმის მოსმენას ჩვენს გულში. შეიძლება შენ სიტყვებს ბოლომდე ვერ იგებდე, მაგრამ ამ სიტყვებში მის ხმას ისმენდე. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, სახარების სიტყვებს ისმენს ორი ადამიანი. ორი. ერთი უწმინდური ამბობს ავგუსტინე, წმინდა ავგუსტინე და მეორე ღვთისმოსავი. ორივე ისმენს ერთი და იგივე სახარება, ერთი და იმავე სიტყვას. ერთი ამბობს, მას არაფერი არ უთქვამს. მეორე ამბობს, მან ჭეშმარიტება თქვა, რა კარგია რო თქვა ჭეშმარიტება, მაგრამ ვერ გავიგე. ანუ ვერ ხსნი ლოგიკურად. ერთხელ წმინდა პეტრემ უთხრა ქრისტეს, სად წავიდე უფალო? სად წავიდეთ? შენ გაქვს სიცოცხლის სიტყვები. საუკუნო სიცოცხლის სიტყვები. ყველაფერი ესმოდა, ყველაფერს წვდებოდა, ყველაფერს იგებდა წმინდა პეტრე, როდესაც ამას ეუბნებოდა. რა თქმა უნდა არა. ერთხელ ქრისტემ ისიც კი უთხრა მას, შენ ახლა ვერ გაიგებ, რას ვაკეთებ? შემდეგ კი გაიგებ. რა უთხრა წმინდა პეტრემ? რადგანაც ვერ გავიგებ, აღარ მინდა ამის მოსმენა, აღარ მინდა ამის გაკეთება, არა, იმიტომ რომ მან მოისმინა, აი ეს ხმა მოისმინა მის გულში. ორი ადამიანი ამბობს, წმინდა ავგუსტინე ისმენს ერთ და იმავე სიტყვებს, ერთი ამბობს, არაფერი არ უთქვამს, არანაირი ხმა არ მესმის. ზოგჯერ ეს ხმა ისმის, მაგრამ ჩვენ იმდენად დახშულები ვართ, რომ აღარ აღწევს ეს ხმა ჩვენამდე. მეორე, რა არის მეორე ნიშანი ქრისტეს ჭეშმარიტი ცხრისა? ერთი რომ მას ესმის ხმა, მეორე მას არა მარტო ესმის, არამედ რა შვება? მისდევს, მიყვება მას. იესომ თქვა, ვინც მე მომდევს, მაგრამ არ იღებს ჯვარს, არ არის ჩემი ღირსი. მათეს სახარება მეათე თავი. რას ნიშნავს ვიყო ქრისტეს სამწყსოსი? ვიყო ქრისტეს სამწყსოსი ნიშნავს არა მარტო ვცნობდე მის ხმას, ვარჩევდე მის ხმას სხვა ხმათა შორის. მესმოდეს მისი ხმა ჩემს გულში, ვცდილობდე რომ ეს ხმა აჭარბებდეს ყველა სხვა დანარჩენ ხმას და არასოდეს არ ქრებოდეს, არამედ მივსდევდე, მივყვებოდე მას. ვაკეთებდე იმას, რაც მას ნებავს. რას ნიშნავს მიჰყვე მას? იესომ თქვა, თუ მე გიყვარვართ, ჩემი სიტყვა აღასრულეთ.
არ შეიძლება ამბობდე, რომ მე მივსდევ მას, მიყვარს ის და მის სიტყვას არაფრად აგდებდე. ალბერ კამიუმ, ცნობილმა ფრანგმა ფილოსოფოსმა, ეგზისტენციალისტმა, მწერალმა დაწერა შესანიშნავი ნაწარმოები, ფილოსოფიური ნაწარმოები, შავი ჭირი. ქალაქ ორანჟში 200,000 მაცხოვრებლით. გამოგონილი ქალაქია, გაჩნდა შავი ჭირი, ეპიდემია. ქალაქი ჩაიკეტა. ხალხი კვდებოდა, ბავშვები, დიდები, ქალები. ცხოვრების წესი შეიცვალა. და ამ ქალაქში არის ეკლესია. ამ ეკლესიაში მსახურობს მამა პანელუ. შავჭირში, ანუ ამ ნაწარმოებში ასე ქვია, იეზუიტი მღვდელია. ანუ ეს ქალაქი გადაქცეულია სასაკლაოდ. ვერავნი ვერ შედის, ვერავნი ვერ გადის. პანტიპუნდად იხოცებიან და გამოდის მღვდელი. და ქადაგებს. და მინდა ერთი ნაწყვეტი წაგიკითხოთ ამ ქადაგებისგან. მამა პანელუ ამბობს, აი ეს გარემო წარმოიდგინეთ, ეპიდემია, ხალხი იხოცება, სასუწარკვეთილება, არ იციან როდის დამთავრდება ეს შავი ჭირი. ადამიანები კარგავენ საყვარელ ადამიანებს და ამ დროს მამა პანელუ იეზუიტი მღვდელი ხალხი იკრიბება ეკლესიაში სხვათა შორის გაჭირვებისას, ეს როგორც წესი ასია. გაივსო ეკლესია უკვე ადამიანებით, იმიტომ რომ შველას ითხოვენ და ევედრებიან ღმერთს და ამ დროს გამოდის ამ ბიონზე, კათედრასთან მამა პანელუ და ამბობს, დიახ, დადგა დრო დაფიქრებისა. თქვენ გეგონათ საკმარისი იყო ღმერთი კვირაობით მოგენახულებინათ. როგორი აქტუალურია დღესაც. ღმერთო, მომევედი კვირას შენთან, გამარჯობა. თქვენ გეგონათ საკმარისი იყო ღმერთი კვირაობით, ანუ კვირის წირვისას მოგენახულებინათ, რომ დანარჩენი დღეები თქვენს გუნებაზე გეტარებინათ. თქვენ ფიქრობდით, ერთი ორჯერ მუხლის მოდრეკა საკმარისი იყო, რომ თქვენი დანაშაულებრივი უდარდელობა, რა სიტყვებია რა? კამიუ ათეისტი იყო, გახსენებთ. აბსოლუტურად ათეისტი, ურწმუნო. თქვენი დანაშაულებრივი უდარდელობა. უდარდელობა შეიძლება დანაშაულად იქცეს. როცა ადამიანი მხოლოდ მხრებს იჩეჩებს და ამბობს, არ ვიცი, არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს, არ ვიცი. არ მინდა, სურვილი არ მაქვს. თქვენი დანაშაულებრივი უდარდელობა გამოგესყიდათ. ერთი ორჯერ მუხლის მოდრეკით. მაგრამ ღმერთს თავისი უნდა მიაგოთ. თქვენი იშვიათი სტუმრობა არ ყოფნის მის მგზნებარე სიყვარულს. მას უნდა მუდამ გხედავდეთ. ასეთია მისი სიყვარულის გამოვლენა. და მართალი რომ ითქვას, მხოლოდ ასეთნაირია ჭეშმარიტი სიყვარული. რატომ სურს მას რომ ჩვენ მივყვეთ მას? იმიტომ რომ მას უყვარვართ ჩვენ. და მისი სიყვარული არ კმაყოფილდება, კვირას მოვედი, გამარჯობა ღმერთო. და შემდეგ ერთი ორჯერ ჩვენი მუხლის მოდრეკით. იდრეკთ თუ არა მუხლებს ღვთის წინაშე ყოველ დღე? ყოველ დღე. ვისთვის დაწერა წმინდა პავლე მოციქულმა, ყოველი მუხლი მოიდრიკება მისი სახელის წინაშე. ყოველი. მარტო თქვენი კი არა, ყოველი. ანგელოსების მუხლები. დემონების მუხლებიც. მინდა გითხრათ, იმიტომ რომ პავლე ამბობს ზეცაში, ქვესკნელში და მიწაზე, მაგრამ ზოგიერთი მუხლი მოიდრიკება თავის სინებით, ხოლო ზოგიერთი მუხლი მოიდრიკება დემონების შემთხვევაში მათი ნების საწინააღმდეგოდ. რომელი ვარიანტი უფრო მოგწონთ? რომ ვინმე მოგდრიკოთ და დაგამხოთ მუხლებზე, თუ თქვენ თვითონ შეეგებოთ მას მუხმოდრეკილი. როგორც თქვენ საყვარელ ღმერთს, მეუფეს
და მამას. მე მესმის რომ ზოგჯერ ჩვენი ლოცვა არის გადაქცეული რაღაც ხო ვილოცე გავრბოდი სამსახურში და 1-2 სიტყვა წარმოვთქვი. ან და საჭმელს ჭამდი და მაგ თქვი ჭამის წინ. ან და ძილის წინ 1-2 სიტყვა ლოგინში ჩაწოლილმა თქვი უფალო მადლობა, კარგი ძილი მომეცი. არა. მე ვლაპარაკობ ყოველდღიურ მოდრეკაზე ჩვენი მუხლებისა ღვთის წინაშე. როცა ჩვენ ვაღიარებთ მის უფლობას, მის მეფობას, მის მამობას ჩვენზე. როდესაც იესო ლაპარაკობდა ჯვარზე, ის ამბობდა ყოველდღიურად ვინც არ აიღებს ჯვარს. ზოგს გონია რომ ჯვრის აღება ნიშნავს ერთხელ მოქცევის დროს მე ავიღე ჯვარი. არა, ყოველდღიურად. როგორც ქრისტიანები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვატარებთ ჯვარს. ხო ასეა. მაგრამ ჯვარი ეს არ არის უბრალოდ სიმბოლო. ჯვრის ტარება ყოველდღიურად ეს არის ცხოვრების წესი. რას ნიშნავს? ეს ნიშნავს მუდმივ მზადყოფნას ქრისტეს ხვარმა გადაიხადოს საფასური. საფასური, იმიტომ რომ მიდევნება მოითხოვს რაღაც საფასურს. ამ ჯვარზე შენ დებ და შენ კლავ საკუთარ ეგოს, საკუთარ თავს. რაღაცისაგან თავისუფლდები. ან თუნდაც მისი გულისთვის ითქვენ შეურაცხყოფას და დამცირებას. იმიტომ რომ შენ უკვე აიღე ჯვარი. როგორც იესომ აიღო ჯვარი და ამ ჯვარზე მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის. ჩვენც მასთან ერთად კვდებით ჩვენი ცოდვებისთვის, უღმერთო ცხოვრებისთვის. გაჰყვე მას ნიშნავს აღასრულო მისი ნება. გაჰყვე მას ნიშნავს აიღო მისი ჯვარი. გაჰყვე მას ნიშნავს ყოველდღიურ ცხოვრებაში იყო მომართული იმისათვის, რომ ის იყო შენი უფალი და შენი მოძღვარი. რა არის მესამე ნიშანი? უცხოს არ გაჰყვება, არამედ გაურბია. მესამე ნიშანი ქრისტეს ცხვრისა. მესამე ნიშანი ჭეშმარიტი მორწმუნისა ქრისტიანის არის ის, რომ მას არა მარტო ესმის მუდმივად მისი ხმა თავის გულში, არა მარტო მიყვება მას, არამედ ის გარბის კიდეც, გარბის სხვისგან, ვინც აი ამ ჩვენს იგავში, რაც ქრისტემ წარმოთქვა, იწოდება ყაჩაღი, ქურდი, დაქირავებული, მატყუარა, ცრუ მოძღვარი, ცრუ პასტორი, ცრუ მღვდელი, ცრუ წინამძღვარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეიძლება ძალიან დიდი განსხვავება კამიუს შავჭირსა და წითელ ქუდას შორის. ხო ასეა, მაგრამ შესანიშნავი ზღაპარია. სხვადასხვა მისი ავტორიც ფრანგია. ხო არ გახსოვთ ვინ არის წითელ ქუდას ავტორი? არავინ არ იცით წითელ ქუდას ავტორი? ჩექმებიანი კატას ავტორი. დიდი ფრანგი მეზღაპრე იყო. დიახ. რაში მოტყუდა ბებია და წითელ ქუდა? გაიხსენეთ, ყველას ახლა არ მითხრათ, არ მაქვს წახულიან არ გამიგე წითელ ქუდა. ეს ხო არ არის კამიუ შავი ჭირი ან რაღაც სხვა. სოკრატეს დიალოგი. დიახ. ხმაში რა გააკეთა მგელმა? მიადგა ბებიას, ხო ასეა? და შეცვალა ხმა. არსებობს თუ არა ხმის იმიტაცია? ხშირად ბოროტი, ინტელექტუალური ძალა მოდის ჩვენთან კეთილი ხმის სახით. სატანაზე წერია, რომ ის გვევლინება როგორც სინათლის ანგელოსი. აბა რისი მგელია?
ხმა შეცვალა და ბებია მივიდა და გახსნა კარები, ურდული აწია. შევარდა და როგორც ზღაპარი ამბობს, 3 დღის მშიერი იყო ეს მგელი, 3 დღის მშიერი და გადასანსლა ბებია. ჩაწვა მის ადგილას და როდესაც მიაკითხა შვილიშვილმა, ასე წერია ზღაპარში, შეცვლილი ხმით უპასუხა, ბებიის საყვარელი ადამიანის ხმით. აი ამან შეიყვანა შეცდომაში. ქრისტეს ცხვარს ესმის მგლის ხმა, ცნობს ამ ხმას და გარბის მისგან, გაურბის მისგან. გაურბის მას, გარბის მისგან. ზუსტად ისე გარბის, როგორც გაიქცა იოსებ მშვენიერი, ასე უწოდებს ქრისტიანული ტრადიცია იოსებს, იაკობის ძეს, იოსებ მშვენიერი. ის იმდენად ლამაზი, მომხიბვლელი, ახალგაზრდა კაცი იყო, რომ მასზე ცდუნდა მისი ბატონის მეუღლე. მოინდომა მასთან ცოდვის გაკეთება. მაგრამ რა გააკეთა იოსებმა? რამდენჯერ გვითქვამს, ეკლესია გვერდზე არ იყო, მამა გვერდზე არ იყო, დედა გარდაცვლილი ყავდა. 17 წლის იყო. ახალგაზრდა იყო. მაგრამ როდესაც განსაცდელში აღმოჩნდა, ის გაექცა. ყოველ დღე ეს ქალი ძალადობდა მასზე. ყოველ დღე. ეს ძალადობა მეტი არაფერი, ზოგჯერ ფიქრობენ, რომ მანდამაიც კაცი ძალადობს ქალს. ქალიც ძალადობს კაცს. ბიბლიაში ის ახდენდა ფსიქოლოგიურ ძალადობას მასზე. ყოველ დღე ცდილობდა დაეყოლიებია. ეღალატა ქმრისათვის და ცოდვა ჩაედინა ამ ახალგაზრდა ყმაწვილთან. მაგრამ ყოველ დღე გარბოდა. ბოლოს ისე გაექცა, რომ ამ ქალმა ტანსაცმელიც შემოახია მას. იოსებ მშვენიერმა მიიჩნია, რომ ჯობია დაკარგოს ტანსაცმელი. ჯობია დაკარგოს ტანსაცმელი. ჯობია ფიზიკურად გაშიშვლდეს, ვიდრე არ გაშიშვლდეს სულიერად. და არ იწვნიოს სულიერი ზიანი. ის გაექცა მას და მიაქციეთ, მოусმინეთ იოსებ მშვენიერს, რატომ გაექცა ის ამ ცოდვას? რატომ გაექცა ის ამ საცდურს? რას ამბობს? ის ორ მიზეზს ასახელებს, ორ მიზეზს. პირველი, ის ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ დედა აღარ ამყავს ცოცხალი. ახალგაზრდა ვარ. მამა შორს არის და გონია საერთოდ მკვდარი ვარ მისთვის. ჩემი ახლობლები, ჩემი ოჯახი ჩემ გვერდზე არ არის, ეკლესია არ არის ჩემ გვერდზე, არავინ არ არის. მაგრამ მე მეშინია ღმერთის. მე მეშინია ღმერთის. ასეთი კაცი სადაც არ უნდა ჩააგდო, ჯოჯოხეთშიც რომ ჩააგდო, არ შესწოდებს. იმიტომ რომ მას ესმის სხვა ხმა, ის გარბის ამ ხმისგან. ასე წერია, გაიქცა პირდაპირ მნიშვნელობით. იგავის მნიშვნელობა ჩვენ უნდა გადმოვიტანოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გავექცეთ მაცდუნებელ აზრებს. ჩვენ უნდა გავექცეთ საცდურს. ბიბლია ამბობს, ცუდი საზოგადოება, ცუდი ურთიერთობა რა შვება? ავითარებს კეთილჩვევებს, ხო? ყრნის. მანახე შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ. რკინა რკინას ლესავს და ადამიანის აზროვნება იცვლება სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. ზოგჯერ ადამიანს ეწებება ისეთი რაღაც ამ ურთიერთობაში და თავს იჭერს. მეც ასე ვფიქრობ, მეც ასე ვლაპარაკობ. ხართან რო დაამბა. ანსნესი იცვლის ან ფერსაო. მაგრამ იცვლის. იოსემმა ორი რამ თქვა, ერთი მე ღმერთის მეშინია და მეორე მე ამას ვერ გავუკეთებ. მე ვერ გავუკეთებ ჩემს კეთილმყოფელს. მე ვერ წავართმევ მას მის ცოლს. ვერ შევწოდა მის წინაშე. თუმცა დააბრალეს ეს და ცრუბრალდებით მოათავსეს დილეგში. ქრისტეს ცხვარი აღმოაჩენს. ქრისტეს ცხვარმა იცის, როდესაც კათედრიდან მას ესმის უკუღმართის სიტყვები. ის უსმენს ქადაგებას და ხვდება, რომ ამ ქადაგებაში მგელი ლაპარაკობს. იმიტომ რომ მგელი ყოველთვის ჩვენთან მოდის არა თავისი მყრალი სუნით, არა თავისი ჩახრენწილი ხმით, არა თავისი ბეწვით, არამედ მოდის
ცხრის ქურგში, ცხრის ხმით, რათა მოგვატყუოს, დაგვიყოლიოს, აგვაცდინოს ჭეშმარიტების გზას. მაგრამ თუ ქრისტეს ცხარი ხარ, შენ არ გააკეთებ ბებიის და წითელქუდას შეცდომას. არ გააკეთებ შეცდომას საბედისწეროს, არამედ გაიქცევი მისგან. ბოლოს ჩვენ ამ მესამე ნაწილთან არ შეიძლება ამ გაქცევაზე რომ ვლაპარაკობთ, არ გავიხსენოთ წმინდა ირინეოს ლიონელის ნათქვამი წმინდა იოანე მოციქულის შესახებ. ჩვენამდე მოაღწია წმინდა ირინეოს ლიონელის ორმა ნაშრომმა. და ერთ-ერთ ნაშრომში ერესების წინააღმდეგ ის იხსენებს, უпростоრად ლაპარაკობს იოანე მოციქულზე. თქვენ იცით რომ ის იყო მოწაფე პოლიკარპე სმირნელის, ხოლო პოლიკარპე სმირნელი იყო მოწაფე წმინდა იოანე მოციქულის. ეს არის მესამე, ასე ვთქვათ, თაობა მოციქულისა. ერთ დროს წმინდა იოანე მოციქული ცხოვრობდა ეფესოში. ქალაქ ეფესოში, ეხლა თურქეთის ტერიტორია ეს ქალაქი. და არის გადმოცემა, რომ ერთხელ ის საერთო აბანოში შევიდა, დასაბანად. და იქიდან გამოიქცა. იმიტომ რომ აბანოში შეხვდა ერეტიკოსი. ეს არის ცნობილი ერეტიკოსი, რომელიც ასწავლიდა გაუკუღმართებულ მოძღვრებას ქრისტეს შესახებ, რომ ის არ არის ღმერთი, რომ იოსებმა და მარიამმა შვეს ჩვეულებრივი ადამიანი და ასე შემდეგ. ის გამოიქცა იქიდან, სადაც ეს ერეტიკოსი იმყოფებოდა. ჩვენ არ ვიცით ნამდვილად მოხდა ეს თუ არ მოხდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ მთავარს და ეს სულისკვეთება ეკლესიაში იყო. ეს უცილობელია. დამოკიდებულება. არ შეიძლება მგელს ეთამაშო. არ შეიძლება მგლის აზრებს წაეთამაშო შენს აზრებში. საჭიროა მოიცნო და გაექცე მას. დასასრულს. როგორ შეიძლება ან რის საფუძველზე, რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ ქრისტეს სამწყსო, ქრისტეს ჭეშმარიტი ცხვრები? იცით რატომ? იცით რის საფუძველზე? იმიტომ რომ კეთილმა მწყემსმა საკუთარი სული დადო ჩვენ ნაცვლად. დიახ. იმიტომ არის ის კეთილი. იმიტომ განსხვავდება ის ყაჩაღისგან, ქურდისგან და დაქირავებულისგან. რომ მან საკუთარი სიცოცხლე დადო ჩვენ ნაცვლად. რატომ დადო? იმისათვის რომ ჩვენ გამხვდარიყავით მისი საყვარელი სამწყსო. ანუ ადამიანები, რომლებსაც გვესმის მისი ხმა ყოველ დღე ჩვენს გულებში, რომლებიც ყოველ დღე მივყვებით მას და რომლებიც გაურბივართ ყველაფერს, რასაც მოაქვს ჩვენთვის ზიანი, დაღუპვა, განადგურება და დანგრევა. იესომ თქვა იმავე თავში, რომ ქურდი, ყაჩაღი მოდის იმისათვის, რომ მოკლას, დაღუპოს, მოსპოს, ხოლო მე მოვედი იმისათვის, რომ გქონდეთ სიცოცხლე და გქონდეთ ეს სიცოცხლე უხვად. მაშ მივიღოთ ეს სიცოცხლე და გავხდეთ ქრისტეს ერთგული სამწყსო. ამენ.